მხოლოდ ირონიულია, რომ სიძულვის ენაზე სასაუბროდ ქართულმა ოცნებამ დღეს გამოუშვა ადამიანი, რომელმაც მხოლოდ 2026 წელს მოქალაქეთა მიმართ ხაზს უსვამ. მოქალაქეთა მიმართ სიტყვები აგენტი, მოღალატე და უსამშობლო გამოიყენა 275-ჯერ. ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ პარლამენტის კაფეტერიასთან პაპუაშვილის ასისტენტთან ჩხუბის ვიდეოთი გაიცნო. ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ბოლო სესიაზე ქალების მიმართ გამოიყენა შემდეგი სიტყვები. უტიფარი უნამუსო ნამს გარეცხილი აგენტი მოღალატე. ბატონო არჩილ, მის მიუხედავად რომ თქვენ ამდენ შეურაცხყოფა გაქვთ ქალებისთვის მიყენებული, არც ერთ ქალს თქვენთვის არ უჩივლია, მაგრამ თქვენ როგორც კი ერთხელ სტატუსი დაგიწერეთ, წახვედით და უჩივლეთ ქალბატონს. თქვენ ხართ ალბათ თქვენ ხართ პირველი და ალბათ ჯერჯერობით ერთადერთი კაცი, რომელსაც ქალისთვის საჩივარი აქვს დაწერილი სტატუსის გამო. და ზიზღის ენაზე დღეს ადამიანი საუბრობს იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლის პრეზიდენტიც ხალხმა პოლიტიკაში გაიცნო მაშინ, როდესაც პარლამენტში დედას აგინებდა ოპონენტებს. იმ გუნდის წარმომადგენელი, რომლის პრემიერიც გოგონა ჟურნალისტს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით. ფუ რას გავხარ, ხალის სახე დაკარგე, არაქალო, სამარცხვინო, პირზე დუჟი გაქვთ. გუნდის წარმომადგენლები, რომლის მერიც, დედაქალაქის მერიც კალაძე, ქალებს მიმართავდა შემდეგი სიტყვებით. ბრიყვო, ნაძირალა, ბინძურო, უტიფარო და ასე შემდეგ. ბატონ კალაძეს გაცილებით მძიმე სიტყვები აქვს გამოყენებული ქალთა მიმართ, უბრალოდ თავს არ ვაკადრებ ამ სიტყვების გამეორებას. სიძულვის ენაზე გვესაუბრება გუნდი, რომელმაც ვიკა, ჩვენ ხო ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს არის პრობლემა. კი ბატონო, დაასრულეთ მე გეტყვით, საიდან არის სათავე ამ პრობლემის, საიდან დაიწყო. გუნდის, რომელმაც დაამკვიდრა ამ ქვეყანაში საერთოდ სიძულვის ენა და მოქალაქეები დაყო მომხრეებად და მოღალატეებად. თქვენ ნახევარს ნება მომეცით, რომ არ დაგეთანხმოთ თულად ასეთ კატეგორიულობაში უახლოეს ისტორიის გათვალისწინებით. მე ნება მომეცით, რომ დავასრულო და ბატონო, უბრალოდ ფაქტი შეგისწორეთ. ფაქტი ეგ არის. ფაქტი განგრეული თბილისიც იყო აი ამას გულისხმობდი მე მხოლოდ. ნახევარ საქართველოს შუაღამეს დაურეკა და აგინავთ 11 წლის ბავშვებს და ქალებს აგინებდნენ. ქალებს აგინებდნენ. სადარბაზოებთან აბსოლუტურია. აბსოლუტური ქალებს და ბავშვებს ბატონო არჩილ. ამას მტკიცებულებას ჭირდება. ეს არის და ასაკის განურჩეველი. ბატონო არჩილ. და კეთილი და მოისმინეთ. თქვენს მიერ მართული კომიტეტი არ გეგონოთ, სადაც განსხვავებული აზრის მოსმენას ვერ იტანთ და მიკროფონს უთიშავთ ადამიანებს. ხომ ასეა ბატონო როზე, ეს ხომ არ არის ბატონი არჩილ. მხოლოდ ფაქტები. არა, რა თქმა უნდა. და არ შეიძლება როდესაც ასე ხელახებით ისაუბროთ აბსოლუტური სიცოცხლე. თუმცა ბატონო არჩილსაც აქვს უფლება რომ გაქცევას. და აშანტაჟებდით საკუთარ მოქალაქეებს, ომით აშანტაჟებდით ომგამოვლილ მოქალაქეებს და მაშინ როდესაც უკრაინაში ბავშვებს ხოცავდნენ, თქვენ დანგრეული და დაბომბილი საბავშვო ბაღების ბანერები გამოუკარით საქართველოს ქუჩებში. თქვენ საქართველოში ცხოვრებ კაცებს უთხარით წინა საარჩევნოდ, რომ თუ ჩვენ არ მოგცემთ ხმას, გაგათხოვებენო ბატონო არჩილ. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ქართველი ქრისტიანი კაცისთვის რა შეიძლება იყოს, რომ ქართველი კაცის ღირსება დაიყვანო პარლამენტის გამში თუ არ იჯდებოდა არჩილ გორდულაძე. დაპირებული 100 ქარხანა ვერა, მაგრამ ტროლების 100 ქარხანა ნამდვილად შექმნეს, სადაც აფინანსებდნენ, აი აქ არის ჩამონათვალი, ძალიან მცირე, აფინანსებდნენ სოციალურ ქსელებს. 100,000-ობით დოლარი აქვს გადახდილი ხალხის გინებაში და წყეულაში. და მეტამ ამხილა ტროლობაში და დაუბლოკა 1000-ობით ფეიჯი. ისევე როგორც 100,000 დოლარი აქვს ჩასმული, მაგრამ ბავშვის წამლისთვის ფული ენანება. აი ეს უკვე არის, ეს არ შეიძლება ხელისუფლება. აი ეს უბრალოდ ასეთი განცხადება გაკეთება, როგორ შეიძლება? აი უბრალოდ როგორ ბედავთ როცა იგივე სიმეორებ, როგორ შეიძლება რომ ასეთი პოლიტიკული დასაწერა, როგორ შეიძლება რომ 275 კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანების და ბავშვები გამოიყენოთ პოლიტიკური პრობლემის დასაწერად. ეს შეიძლება უბრალოდ. რა თქმა უნდა, ჩემი ეთერი. ამიტომ თქვენ მიკროფონს არავინ გითიშავთ. გადროვეთ. ორგანიზებულად ადამიანებს ამ ქვეყანაში ხდებოდნენ სადარბაზოებთან სისტემურად, ცემდნენ ქალებს და ბავშვებს, შშმ პირებს. რომელიც სიძულვის ენას ვინჩივის ეს ქმედება შეაქცია და თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც ამას ფარველობდა და ამ ყველაფერს ამართლებდა. და ეხლა ქმნით ადამიანის ხელი დავაფარე. ერთი ფაქტი. სულ ცოტა ხნის წინ თქვენ დააკავეთ ამის გამო ადამიანები ქალებს სახეში კრასკა შეასხეს თქვენმა აქტივისტებმა, რომელიც მე ამით ამაყობდნენ. რომელიც ამით შემდეგ ამაყობდნენ. თქვენმა აქტივისტებმა დაწეს. თქვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ბატონო სანდრო და ქვეყანაში თუ სიძულვის ენარი ეს არის მხოლოდ თქვენი პასუხისგებლობა.
რომელიც ამინას ამკვიდრებთ უკვე წლებია და ქვეყანა ორად დაყავით. თქვენს მომხრეება და მოღალატეება. გასაგებია და აქედან გამომდინარე თქვენ საერთოდ ამაზე ლაპარაკის უფლება არ გაქვთ ბატონო არჩილ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც მხოლოდ ორი წუთი მოდი ჩემთან რომ ყოველს ყველაფრის უფლება აქვს, ანუ ზღვარს არ გადავა. თუ ბატონო არჩილ თითოეული ჩემი განცხადება, კიდევ უკასრად მე მომართა ძალიან მოკლედ და ბატონი ნიკას პოზიციას მოვისმინოთ და შემდეგ გადავალთ აუცილებლად კითხვა-პასუხი. აი ამ პათეტიკა. მოდი აი ვიდეო ჩაირთო, შეიძლება რომ მოვისმინოთ. აი კი, თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხს გებს. თითოეულ სიტყვაზე ვარ. მოსმინეთ. ჩემი სიტყვები თითოეულ სიტყვაზე ვარ პასუხს გებს. რომ გამოხვიდე და დამოსეს გასწოდება ადამიანებს შეიძლება აგეთ ის ადამიანი საუბრობს სიზულის ენაზე. კი, ახლა ვიგე. და ამის მერე ქალებს რაც ეს მიმართა გამოვიდა და ქალს ურჩიულა. კი, ნამდვილად. და ძალიან ვამაყობ. ილია ჭავჭავაძის ფრაზა მაქვს აი ეს არის ქალბატონი ვიკა ფილფანი, რომელიც 2019 წელს დგას აქციას და იცით ვის წინააღმდეგ? ირაკლი ყობახიძის წინააღმდეგ. ბატონო არჩილ, ეს არის ირაკლი ყობახიძის. ეს მეტამორფოზა როდის განიცადეთ? როდის აღიჭურეთ ასეთი სიყვარულით გახარიასად? რომელიც გარეთ გაიქცა თუ გარეთ გაქცევამდე რომ გაიქცა. ამიტომ ნახეთ, აი ქალბატონი ვიკა. თავისუფალი ადამიანი ვარ თქვენგან შემთხვევაში. ამიტომაც ორი შეიძლება რომ ერთმანეთს ვადრობთ. გაბედა? რომ ამოიჭრება. აი ამას გამოგიგზავნით. არ გამოგიგზავნით არა, მობეჭდილი. თუ გაქვთ რომელი პუნქტია? აი ეს არის, დიახ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის სამშობლოს ღალატი. დიახ, ეს არის სამშობლოს ღალატი. მე კი ვიცი რომ ნაცები გენატრებად. მათ შორის ის, რომ როდესაც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს დროებით კიდევ შენი გადადგმული ნაბიჯით ისე რომ არავითარ კოორდინაციას არ გააკეთებ და შენს სამშობლოს დროებით მაგრამ მაინც დაუკარგავ კიდევ ტერიტორიებს და ეს ხო აბსოლუტური ბატონო რასაც თქვენ საუბრობთ ქალბატონო არჩილ თქვენს მდგომარეობას სამწუხაროდ თქვენს პოლიტიკურ მდგომარეობას უბრალოდ არაფერი აღარ ეშველება ბატონო არჩილ ქალბატონო ვიკა ძალიან კონკრეტულად კონტექსტიდან ამოგლეშის განცხადებებს რომ გააკეთებთ ან მოიყვანთ ნახევარ სიმართლე ბატონო არჩილ თქვენ ხართ პარლამენტის პრემიერი თქვენ თუ თავს უტოლებთ მოქალაქე თუ გონიათ რომ მოქალაქეები გამოთქმული სიტყვა და თქვენი სიტყვა ერთი განმავლობაში ძალიან ცუდად გონია ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ ავით პოლიტიკურ კარტალში ბატონო არჩილ ბატონო არჩილ ქალბატონო ვიკა ბატონო არჩილ ბატონო რეზი ხო თქვენ თუ გონიათ თქვენს მიერ გამოთქმული სიტყვას და მოქალაქის მიერ გამოთქმულ სიტყვას ერთი და იგივე ძალაქვთ, მაშინ საერთოდ ვერ გაგირკვევიათ თქვენი ვერც მანდატი და ვერც სადახართ გასაგებია? ამიტომ მიცოდეთ რომ პოლიტიკოს მე საერთოდ არ მისაუბრებ პოლიტიკოსების მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფას. საერთოდ ოპონენტებს რო თავი დავანებოთ, თავიდან ბოლომდე მთელი ტრაგედია იმაშია რომ თქვენ სიძულის ენას იყენებთ მოქალაქეების მიმართ. ქალბატონო ვიკა ეს ხო აბსოლუტური ბატონებო ქალბატონო ვიკა ბატონო არჩილ ეს არ არის თქვენი ინდივიდუალური დებატები თუ შეიძლება ბატონო არჩილს პირველ რიგში უღოცავ იმიტომ რომ ალბათ ვიღაცამ უთხრა რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს და ბუფერულ ზონას დაკარგული ტერიტორიები არ უნდა დაუძახოს, ალბათ მანაც გაიგო, რომ საპარლამენტო გამოსვლებში, სადაც ის დაკარგულ ტერიტორიებად მოიხსენიებს, ოკუპანტ მხარეს ამოღებული აქვს და საკითხებში უდევს ბატონო არჩილ თქვენი საპარლამენტო გამოსვლების სახელმწიფოს წინააღმდეგ, ასე რომ ალბათ ეს ჯობია რომ მეორედ საერთოდ აღარ გაიმეოროთ. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სულ 2 წლის წინ მივიღეთ კანონი, ქვეყანაში ქართულ მოცნებამ მიიღო კანონი, რომელმაც ცადა, რომ ნახევარი საქართველოსთვის ოფიციალურად დეკლარირებულად აგენტის იარლიყი მიეწებებინა და აქ რამდენიმე პეიჯის ჩამოთვლი უბრალოდ ეს არის მიხეილ უკრაინოლოვი, რომლის ადმინს სულ ცოტა ხნის წინ დააკავეს, აგენტურა ბრძენი კრიტიკოსი შიგ ევროპაში, არქივი, პოლიტიკური მმართველთა და ასე შემდეგ, რომელიც მეტამ ოფიციალურად თქვა, რომ არის ქართული ოცნების პეიჯები, რომელიც ხალხს წევლიდა და აგინებდა, თან ამაში ძალიან დიდი ფული იდებოდა 100,000 დოლარი, ეს ფაქტიც მეტამ დაწერა, საიდან ირიცხებოდა ეს თანხა. ქვეყანაში უამრავი პრობლემაა რეალურად, თუმცა რატომღაც ჩვენი ოპონენტები შეაწუხა ამ პრობლემებზე გამოთქმულმა კრიტიკამ და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს, გადაწყვეტეს, რომ აი ამ კრიტიკის აკრძალვის მექანიზმი მოიფრიქ, რომ სიძულთან ამას სიძულის ენაზე ენის აკრძალვა დაარქვეს, მაშინ, როდესაც აი უბრალოდ ღარიბების მიმართ სიძულის ენასაც კი ვეღარ აკონტროლებენ, იმიტომ რომ როდესაც ღარიბი ადამიანი სულსათის ფასს აკრიტიკებს, იმასაც აშავებენ. უბრალოდ გაშავება გახდა დღის წესრიგის ქართული ოცნების ერთ-ერთი ესეთი მექანიზმი, როდესაც რაღაც პრობლემას ვერ აგვარებს, იწყებს იმის გაშავებას, ხო? აი მაგალითად, როდესაც მეწმუნეთ, ამას უბრალოდ ვერ წავიკითხავ ეს. ხო, მე რაც მოგაწოდეთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ იქ ერთ კომენტარს. კი ბატონო, იგივეა, აბსოლუტურად იგივეა. დამასრულებელი და მეორე მხარეს. უნდა დამასრულებინო და უი სხვათა შორის ბევრმა მომწერა, რომ ჩემი მიკროფონი და ხმაც უდად ისმის, იქნებ ესეც გაასწოროთ.
მაგალითად ხო, უფრო მეტად სიძულვის ენა რა შეიძლება იყოს, როდესაც გაჭირვებულ ადამიანს ეუბნები, რომ ხორცი ღირს 10 ლარი, მაგრამ ხორცი 10 ლარი არ ღირს და როცა ეს ადამიანი კობახიძეს დაუძახებს, რომ მატყუ არ ხარ, იმიტომ რომ ხორცი არ ღირს 10 ლარი, აი ეს ადამიანი შეიძლება გახდეს დევნის, ასე ვთქვათ, მსხვერპლი, ხო მას? კითხვა რაში მდგომარეობს? მივდივარ კითხვამდე ბატონო რეზი, ხო? აი მიყო იქ აშოვები. აი ამ პრობლემების გადაჭრის გზებს რო ვერ პოულობდა ქართული ოცნება, მე იწყებდა აი ამ სოციალური ჯგუფების გაშავებას იქ, დიუშენის მშობლები გააშავეს იქ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების გააშავეს და მე ყველა სოციალური ჯგუფი რო ამოწურეს, მიუსაფარი ძაღლების გაშავებაზეც გადავიდნენ და აი ხა დღეს მოვედით აქამდე, რომ იქნება დეპარტამენტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევის დეპარტამენტი იქნება ფაქტობრივად, რომელიც თავის დროს შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი და ბატონო არჩილ, მე თქვენთან მაქვს კითხვა. დებთ თუ არა პირობას ამ მაგიდასთან, რომ არც თქვენი თანაგუნდელები ოპონენტების და მოქალაქეების მიმართ აღარ გამოიყენებთ შემდეგ სიტყვებს მოღალატე უსამშობლო აგენტი. შეგიძლიათ დადოთ ეს პირობა? გასაგებია თქვენი კითხვა და გისმენთ ბატონო არჩილ. ან კი ან არა საკმარისი ეს როგორ გეკადრებათ ეს კი მეტას დამფუძნებლის ანუ Facebook-ის დამფუძნებლის განცხადება 1 წლის წინ რომელმაც თქვა რომ მე პირდაპირ მითითებას ვიღებდი იმისათვის რომ თავისუფალი სიტყვის გავრცელებისთვის ხელი შემეშალო მათ შორის კონკრეტული ჯგუფების და კონკრეტული გვერდების სასანქცირებაზეც ვიღებდი გადაწყვეტილებას და ეს ყველაფერი გამოყენებული იყო კონკრეტული ადმინისტრაციის ბაიდენის ადმინისტრაციის ხალხის გინებადაცვა და თავისუფალი სიტყვა თუ შეიძლება მივცეთ საშუალო პასუხი. მაშინ ხალხის გინებადაცვა და თავისუფალი სიტყვა იყო. ხდებათ ცინიზმი თავისუფალი სიტყვა იყო. არა კი არ გიხდებათ. ნახეთ ეხლა გავაგრძელოთ რომ ხორცი ღირს 10 ლარია, ხო? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული მაგალითი თქვა რომ 9 კილოგრამი ხორცი ღირს 10 ლარი კონკრეტულ სუპერმარკეტში კონკრეტული კი ბატონო, ყველას გვახსოვს ეს განცხადება. ეხლა ეს არის ყოველი თუ არა. შემდეგ აი კონკრეტულ კითხვაში რომ დავუბრუნდეთ. იმიტომ რომ ქალბატონი კონკრეტული სიტყვების შემდეგ. აი, სადაც დაწერენ რომ ეს ქვეყანა მაგალითად არ იმსახურებს ანუ ვერ დევთაპყრობას ბატონო ვარჩი. კონკრეტულად დათქმები გაქვთ დავასრულებ. დათქმები გაქვთ კონკრეტული. კონკრეტულად მაგალითად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. და ამ ყველაფერს შემდეგ გააგებენ აბსოლუტურ ტყუილს, ამაზე რა თქმა უნდა ყოველთვის ვიტყვით რომ ამაზე ხელმომწერი არის უსამშობლოება. მაგალითად უსამშობლოება არის ისიც, როდესაც ჩემი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, რომ არის უსამშობლოება, რომ ყველა ადამიანს უწოდეთო რომ ომის კითხვაზე ხომ გაინტერესებს სურვილი გაქვთ და მაგალითად კონკრეტული მაგალითები შემიძლია. მაგალითად გიგი უგულავა იგი უგულავა ამბობს. იგი უგულავა რომ დამიჯდება მაგიდაზე მე ლაპარაკეთ. დიახ, ომი რავინ ვერ გადამარცხდა. ანუ შეფასება ინდივიდუალური, რომელიც თქვენ უბრალოდ გადაწყვეტთ. კონკრეტულად საკუთარ ქვეყანაში რომ უნდა ომი დაიწყოს და პირდაპირ ამბობს რომ ომი გინდა, კი, ომი მინდა. აი ასეთი განცხადებისა. მიღებული, ესე ვთქვათ, ახალი სამმართველოს ფარგლებში მოქალაქეებს უბრალოდ არ მოიხსენიებენ მოღალატეება, აგენტება და უსამშობლოება. ქართული ოცნების წევრები გააგრძელებენ, როგორც მივხვდი, მოქალაქეების შემდეგი სიტყვების მოხსენიებას, იმიტომ რომ ბატონო არჩილ მოთქვა, რომ მე თუ ესე ვთვლიო, ესე ვიტყვიო, თუმცა მოქალაქეს, რომელიც მოქალაქე, რომელიც მათ შეიძლება თქვას და უთხრას, რომ აბახიძე არის მატყუარა, იმიტომ რომ ხორცი 10 ლარი არ ღირს და ღარიბების დახრი შეუქმნეს და ამის გამო ის ნაწყენია, მან თუ კრიტიკა დააფიქსირა ამასთან დაკავშირებით, მას შეიძლება დაემუქროს ადმინისტრაციული სამართალდევნა. რაც შეეხება მეორე კითხვას, ბატონო სანდრო, არის თუ არა სიძულვის ენა ადამიანმა ოპონენტს უწოდოს და მოიხსენიოს ოპონენტი გარეწრად, ნაძირალად და მსგავსი შინაარსის სიტყვებით და იქნება თუ არა ამაზე რეაგირება? წეგანი თქვენ მზანეთ რომ ადამიანის უფლებების დეპარტამენტი გადააქცია თუ ადამიანის უფლებების დარღვევის დეპარტამენტათო ეს იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ამ დეპარტამენტში მუშაობს და არ არის ერთეული ადამიანები, 56-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ამ ადამიანების შრომას სჭირდება დაფასება და არაერთი დაზარალებული ყავთ გადარჩენილი იმ ადამიანებს, ვინც ამ დეპარტამენტში მუშაობს, იცით რომ ოჯახში ეხლაც და წლებია უკვე ეს ხალხი ამაზე მუშაობს და თქვენ მაინც და მაინც გინდათ რომ 2018 წელს გახარია რომ შექმნა ეს დეპარტამენტი, მაინც და მაინც მაშინ ხდებოდა ყველაფერი კარგად და მის შემდეგ რაც გახარია წამოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, იმის შემდეგ დაიქცა ყველაფერი. ეს არ არის ეს დეპარტამენტი აგრძელებს მუშაობას და საკმაოდ წარმატებით და ძალიან ბევრი ადამიანი ყავს გადარჩენილი, ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმარნენ და ბევრი ისეთ კარგ საქმეს აკეთებს ეს დეპარტამენტი, რომელიც ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის საკმაოდ სერიოზული, ასე ვთქვათ,
დახმარებაა მათთვის. შესაბამისად, ამ ადამიანების ესე მოხსენიება თხოვთ რომ თავი შეიკავოთ, იქიდან გამომდინარე რომ ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ კითხვას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს დამოკიდებულია იმ პრინციპთან და იმ ზღვართან, რა კონტექსტში იქნება ეს ნახსენები და რა ფრაზეოლოგიით, რა ვორდინგით იქნება ნათქვამი. აქედან გამომდინარე, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რაც დადგენილია ჩვენი კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, შესაბამისად, თუ კი იქნება შემთხვევა, როდესაც ეს არის კონკრეტული ადამიანის ღირსების შემლახველი, ბუნებრივია ჩვენ მიმართავთ სასამართლოს და იქნება შესაბამისი რეაგირება, თუ კი ეს იქნება ისეთ შემთხვევა, როდესაც დასაშვებ კრიტიკის ზღვარში ჯდება და კიდევ ერთხელ გამოვიყვან იგივე მაგალითს, რომელზეც წეღან მქონდა საუბარი, თუ თქვათ არ მიმართება კონკრეტულ პიროვნებას, აკრიტიკებს კონკრეტულ პოლიტიკას ან ასე შემდეგ, გააჩნია კონტექსტი, ასე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ცნობილ საქმეშიც საკმაოდ უწყლოწური სიტყვა იყო გამოყენებული, თუმცა სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ასეთ შემთხვევაში ეს დასაშვები კრიტიკის ზღვარში ჯდება, მაგრამ როდესაც თუ კი ეს მიმართულია კონკრეტული პიროვნების მიმართ, ამ შემთხვევაში უნდა იქნეს განხილული. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურად უნდა იქნეს შესწავლილი თითოეული кейსი კონტექსტიდან, ფრაზეოლოგიიდან გამომდინარე და იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. დავაზუსტოთ. კონტექსტი გააჩნია. ასეთი იყო. ბატონო, აი ადამიანის მას თუ მიემართებაო, ხო? თქვენ თქვით. ეს თუ იქნება, ამაზე თუ იქნებოდა რეაგირება, მაშინ რომ კანონი ქონოდა. კანონი ეხლაც არსებობდა წელია. აი ალბათ ამაზე გითხრეს რომ არის მის კარგად მიკროფონთან გარეცარს ამასთან რომ დრანონ და ამის გვერდით რა თქმა უნდა მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა აი ბატონი ბიძინა როდესაც ამბობს რომ შეურაცხყოფას მივაყენებო და მე რო იწყებ შეურაცხყოფის მიყენებას. აი მაშინ რო ეს კანონი აი სად ამბობს მათ შეურაცხყოფა? აი კი წინასწარ შეურაცხყოფა არ მომიყენებია არ ვიცი მაგრამ აი ხავა მივაყენებო აი ბატონო არ შემოება. აი ნუ არის კიდევ ვიმეორებ რომ არაზე შეურაცხყოფა. თქვენი აზრით ასე რო აკეთეთ მე თავარი არ მიკროფონში ისმის. ასეთი მიდგომა. არა თქვენ მოусმინეთ ახლა მე ხوار დაგაწევინებთ ბიზნესს. ალბათონომიკა თქვენ როგორც ნახეთ თქვენი ბიოგრაფია იურისტებს ძალიან კარგია რომ თქვენ ისე ისე ნორმას როგორც წერია კანონში. შესაბამისად. ეს მაშინ ამ სამართლოს რომ ამ სამართლოს რომ ეარსება მაშინ. ან ბიძინა ივანიშვილმა თუ გაიმეორა მომავალში. სიტყვა გარეწარი. კონკრეტული ოპონენტის მიმართ არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი გეკნებათ თუ არა ამაზე რეაგირება? აგიხსენეთ და გიპასუხეთ გეკნებათ თუ არა რეაგირება? გიპასუხეთ კიდევ ერთხელ, ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც იქნება კანონით გათვალისწინებული გადაცნობა, რაც არის დაკავშირებული ლანძღვაგინებასთან, შეურაცხყოფელ გადაკიდებასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, პოლიცია და სახელმწიფო ვალდებულია. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია, ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია, რასაც აკეთებთ. მე გიპასუხეთ, რომ ნებისმიერ სამართალ დარღვევაზე კარგად ატრენინგებული ბრძანდებით, კარგია, ვაქებ თქვენს ტრენერს ბატონო ვიკაუბროთ. მოდი, რატომ არ გავუშვით თავიდან ბოლომდე, თუ რატომ საუბრობს თქვენს? მე შემიძლია რომ გავუშვა 1 საათის განმავლობაში. რატომ საუბრობს? სიძულვის ენაზე ვსაუბრობთ და ეს განსაკუთრებით ძიმე ნაწილი. რომელიც არის ბატონო არჩი, თქვენ გახარიაზე როდი შეგიძლიათ რომ ისაუბროთ? აი ბიძინა ივანიშვილი რომ შეხვედრას მოაწყობს და ოთახში ერთკუთხედში მაინც დაგაყენეთ. რომელიც მაგალითად აი მე შეგიძლიათ რომ საუბრობდა რომ გიორგია თუ არ გადავარჩინე მის ალამუთის ციხეში ჩამოინგრევა გიორგი გახარიაზე და მე ჩემს გულთან ჩამოყალიბდა ბიძინა რომ ერთკუთხედში მაინც დაგაყენებთ შეხვედრის დროს ოთახში. გახარია რომ გაიქცა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი თავმჯდომარის გადასარჩენა. ვინატრება თქვენ ნაცები ამას ყოველდღე ვუნება ბატონი შალვა პარლამენტის ტრიბუნი და სადარიანი არის საუბრის დროს 2 წუთში რომ ერთი საკითხის გარშემო განსხვავებულ ორ პოზიციას რომ ლაპარაკობს ასეთი ადამიანი რა ვიცი შესაძლებელი განსხვავებით მადლობა ბატონო არჩილ მადლობა ქალბატონო ვიკა კითხვა იყო ძალიან კონკრეტულ სიტყვებთან დაკავშირებით აქეთ ამ ხარის პასუხი არის გააჩნია კონტექსტი ქალბატონო ვიკა მე მაინც მაცაზე საუბარი და ჩემთან ერთად ვისაუბრებ ძალიან ხოთ ქალბატონო ვიკა ძალიან არა გაქვთ დიდად ქალბატონო ვიკა მაინც ბატონო არჩილ ქალბატონო ბატონო არჩილ ძალიან ხოთ ბატონო არჩილ ძალიან ხოთ სახის შენარჩუნებაზე თქვენ დიდი ქალბატონო ძალიან გთხოვთ კონკრეტული კითხვა დასვით პასუხი მიიღეთ და კი ბიძინა ივანიშვილის მაყურებელმა ქალბატონო ვიკა თქვენ ისე წარმოაჩინეთ რომ მაინც იმ ადამიანის უფლებების დეპარტამენტს მინდა რომ დაუბრუნდეთ და თითქოს იმგვარად მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია რომ ჩვენ რაღაცა ეს დეპარტამენტი სადამსჯელო დეპარტამენტად გადავაქციეთ. თქვენი პარტია დამაყობს იმით, რომ 2018 წელს შექმნა ეს დეპარტამენტი და თქვენი პარტიის წევრები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ მას შემდეგ რაც შეიცვალა, ასე ვთქვათ, მინისტრი, ამ დეპარტამენტმა დაკარგა მისი ფუნქცია.
კითხვა მექნება ესეთი, იყო თუ არა და გაქვთ თუ არა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქცია უნდა ყოფილიყო სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაზრდა, კონკრეტული თანამშრომლების გაძლიერება იმისათვის, რომ მათ კარგი ცოდნა ქონოდათ და მაღალი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები გამოვლინდნენ. გაქვთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია, ვიცი რომ თქვენი პარტია ამით ძალიან დაინტერესებულია. ბატონო სანდრო, 2018 წელს ეს დეპარტამენტი შეიქმნა იმისთვის, რომ დაეცვა ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები შედის ქალების, ბავშვების, მოწყვლადი ჯგუფების და სხვა ნებისმიერი ადამიანის, რომლის უფლებაც ილახება ამ ქვეყანაში და რომელიც იჩაგრება. ეხლა თქვენ თქვით წინა სულ ცოტა ხნის წინ, რომ თქვენო შეურაცხყოფა მიაყენეთო თანამშრომლებს. როგორ გეკადრება? თქვენ ყოველდღიურად აყენებთ თქვენ დეპარტამენტის თანამშრომლობის შეურაცხყოფას და მე გეტყვით რატომაც. როცა ეს დეპარტამენტი შეიქმნა, ღია წესით იყო თანამშრომლების მიღება. ხომ ესეა, ხომ მიდასტურებთ ამას, რომ ნებისმიერ პროფესიონალს შეეძლო რომ გამოეგზავნა CV და პრინციპში თავიდან ამ დეპარტამენტის წარმატება განაპირობა იმან, რომ რეალურად დაკომპლექტებული იყო პროფესიონალი ადამიანები. თქვენ როდის დაიწყეთ იცი ამ ადამიანების შეურაცხყოფა? მაშინ როდესაც ჩატებში უგდებდით პარტიულ პოსტებს და აიძულებთ რომ დაელაიქებინათ და გაეზიარებინათ. და არაერთი თანამშრომელი ყავს ამ დეპარტამენტს, რომელიც სწორედ ამის გამო ყავს სამსახურიდან გაშვებული, რომ უარს აცხადებდნენ პარტიული პოსტების დალაიქებისგან და გაზიარებისგან. ეხლა არ არის ტყუილი, ეს ფაქტია, ხო? ამაზე ბევრმა გაშვებულმა დამასრულებინეთ პასუხი. ამაზე ბევრმა გაშვებულმა თანამშრომლმა თქვენ ახლა გააჟღერეთ საჯარო ბრალდება. ნოემბერ-დეკემბერში იყავით, თქვენ საკურატორო შედის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. თქვენ ნოემბერ-დეკემბერში იყავით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. ხომ ესე? 500-მდე ადამიანი არის ნაცემი ნოემბერ-დეკემბერში. ამდენივე არის სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი, მაგრამ ფიზიკური დაზიანება იმდენად ძიმეა, რომ არავისთვის ეგ აღარაფერს აღარ ნიშნავს და იმდენად ნორმად იქცა ამ ქვეყანაში მოძალადეობა ადამიანზე ფიზიკურად. ხო, იმიტომ აღვნიშნე მე, რომ რა სიძულვილის ენას ვინჩივის, როდესაც ამ ქვეყანაში ადამიანები ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ არაერთხელ. თქვენ ამ დროს იყავით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, როგორც ახლა და თქვენ საკურატორო შედის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. თქვენ ადამიანის უფლებები ვერ დაიცავით, ფიზიკური თავდასხმისგან ვერ დაიცავით ადამიანის უფლებები და თქვენ ერთ-ერთ განცხადებაში გააქვთ ბრიფინგზე ნათქვამი, რომ 70%-იაო დანაშაულების გახსნის მაჩვენებელია. ეს იცით რა? ბრიფინგზე კი არ ვთქვი და დევს ეს ინფორმაცია საჯაროდ. თქვენ ჯერ ბრიფინგზე თქვით და შემდეგ თქვით. ესაც შეგიძლიათ გახსნათ. ეს იცით რა? ბატონო სანდრო, იმას რომ თქვენ დანაშაულებს მალავთ ამ ქვეყანაში და უბრალოდ აღრიცხული არა გაქვთ დანაშაულები, იმიტომ რომ 70% დანიაში ზე სამართლებრივ სახელმწიფოებში არ იხსნება დანაშაული. 500 თავდასხმიდან თქვენ არც ერთი არ გამოგიძიებით. 2 წლის თავზე დააკავეთ 5 პოლიციელი, ისიც, როდესაც სახელები დაგიდეს წინ და სხვა გზა არ ქონდათ. 500 დანაშაულიდან ერთი არ დაიწყეთ სამართლებრივი დევნა. სანამ სხვამ არ გამოიწია და სხვამ არ გითხრათ. შესაბამისად, აბსოლუტურად სხვა და კონკრეტულად პასუხობ, ხო? გეტყვით ახლა. სხვაგან წახვედით აბსოლუტურად. ამ დეპარტამენტს თავიდან კიდევ უფრო მეტი რამე ედო თავის შესავალში, რომ ადამიანის ღირსება, ფიზიკური ჯანმრთელობის და ცხოვრების უფლება უნდა ყოფილიყო ხელშეუხებელი და სახელმწიფო იყო ვალდებული, რომ დაეცვა პირველ რიგში სახელმწიფო ძალადობისგან ეს ადამიანები, არა მხოლოდ მოძალადეებისგან, არამედ სახელმწიფოსგან. და თქვენ ეს დეპარტამენტი საერთოდ გააქრეთ დღის წესრიგიდან და დეპარტამენტი აქციეთ ადამიანის უფლებათა დარღვევის დეპარტამენტად, ფაქტობრივად ეხლა აქციეთ პარტიის სტრუქტურულ ერთეულად. აქამდე თუ პარტაქტივი ეჯდა კომენტარებს და ამოიწერდა ვინ დაალაიქა, ვინ დაწერა, ასე ვთქვათ, კრიტიკული კომენტარი, ეხლა ამას გააკეთებთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაიწყებთ ამის დეკლარაცია. პასუხეთ რაც დაგისვით თუ შეიძლება. უფრო მეტიც იყო. ქალების დაცვა იყო, ბავშვების დაცვაც იყო, ბატონო სანდრო, მაგრამ თქვენ ვერ დაიცავით. ადამიანები ამ ქვეყანაში სიღარიბისგან რო ვერ დაიცავით და ჯანმრთელობის უფლება რო ვერ დაუცევით, ეგ ფიზიკურადაც ვერ დაიცავით, კი არა, თავად იყავით წამხალისებელი და თავად იყავით ამ ყველაფრის გამმართველებელი, რის გამოც შემდეგ დაგასანქცირეს. ქალბატონო ვიკა, რომ შევაჯამოთ თვითფაზე პასუხი. ყოლებათ საქართველოში მამუკა მდინარაძე იქნება ერთადერთი გენერალი მსოფლიოში, რომელიც მტერთან გალაშქრების ნაცვლად გაილაშქრებს Facebook კომენტარებზე.
ხალბატონ ვიკა. კითხვაზე პასუხი რომ დავასრულოთ, იყო თუ არ იყო ესეთი იყო? რომ მეტიც იყო მე. მოკლე კომენტარი და შემდეგ ვარცხილება. პირობებში ვერც ერთი დებულება და ვერც ერთი იდეა, რომლის ირგვლივაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, ვერ შესრულდება და ამის ნათელი მაგალითია. აი რაც დღეს ხდება. მოკლე თვალი დაკარგეს. ძალიან ცუდია. სერიოზული დაზიანებები მიიღეს ცხოვრების ბოლომდე. უნდა ატარონ ძალიან ეს მძიმე ტრავმები, რაც მათ მიიღეს. პასუხისგებლობა, ირაკლი ყოხიძის პასუხისგებლობა. ეს არის იმ ადამიანების პასუხისგებლობა. ხიძის და თქვენი პასუხისგებლობა. ვინც მოუწოდებდა ამ ხალხს და არაერთი განცხადება არის სამინისტროს, სადაც ფაქტობრივად ვითხოვდით, რომ და ვთხოვდით, რომ დამშვიდებულიყო და მშვიდობიან რეჟიმში გამოიხადათ. რუპორში რო ხალხს აგინებდნენ, ეგ იყო ბატონო სანდრო დამშვიდობ. ეს გამოიხადათ და რუპორში რო მოქალაქეებს აგინებდნენ, ეს იყო ბატონო სანდრო. რაც არაერთი გაფრთხილების შემდეგ. რა იტყვინეთ ბატონო არჩევის სიმართლეს მოსმენა ხა დებატებზე რომ ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ. მადლობა ბატონო. ასევე ჩვენ გადავედით აბსოლუტურად სხვა საკითხთან დაკავშირებით. თავის თანამშრომლების დანაშაულს არ იძიეთ, ეს კარგად იცით თქვენ და თქვენი იურისტი ბრძანებით უნდა. მადლობა ბატონო სანდრო. მადლობა, თუ შეიძლება დაუბრუნდეთ სიძულვილის ენას, სიტყვის თავისუფლებას. სამწუხაროდ ჩემს კითხვაზე პასუხი არ გასცა. კი მეთქი, კი. და აგრესიულ რიტორიკას. ხალბატონ ვიკა. გავიგეთ თქვენი პასუხი. ხალბატონ ვიკა ადასტურებს, რომ ასეთი იყო თქვენს კითხვაზე პასუხი. ძალიან ცხადი ხა დღეს ეს მოვიდა და მესაჯი ჩახედეთ ხოლთ რა. თქვენგან განსხვავებით მე მესიჯები არ მჭირდება ბატონო არ. რა არის ეს? გიპასუხებთ. როდესაც ბატონი კობახიძე გამოვიდა და საქართველოს მოქალაქეებს უთხრა, რომ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რომლითაც საქართველო ამდენი ხანი იბრძოდა, გაბრაზებული მოქალაქეები სრულიად სამართლიანად გამოვიდნენ ქუჩაში. დიახ, გაბრაზებული, რომელმაც თქვენ ნაწილმა თქვენც აგირჩიათ იმ გამოსული მოქალაქეებიდან, რომელიც თქვენ გიხდით ხელფასებს და რომელიც დაქირავებულიც არის ქართული ოცნება. გამოვიდა გაბრაზებული მოქალაქე და თავისი პროტესტი დააფიქსირა რუსთაველს, სადაც თქვენ გამოიყვანეთ ზონდერები. გამოიყვანეთ ნიღბიანი ზონდერები, რომელსაც რუპორში აგინებინეთ. ეს პროტესტია ქალბატონო ვიკა? რუპორში აგინებინეთ და ძალადობა დაიწყო. ქალბატონო ვიკა არის ხარენ ბატონო სანდრო. დიახ, მე იქ ვიყავი და ჩემი პოლიციელებმა დაიწყო. გამოკიდებული ვარ გაშნია, არც სახელმწიფო ვიზრუნება არ გაშნია. სამწუხაროა ჩემი შეფასება. არა, ასეა. შეიძლება თქვენთვის შესაძლებელი არის რომ მარტივად ცოცხლად ცადო და დაუწყოთ ადამიანებს. მაგალითად, ადამიანები შესაბამისად დაიყოს მისგან განცხადებული. სახელებით და გვარებით დაიწერა, ვინ იყო მაგინებელი და თავად გამოვიდა მაგინებელი ხალხი და თავად მამაყით აღიარა ეს ყველაფერი, რომ კი შუაღამის. კიდევ ერთი მსწავლობა პარალელურად ურეკავდნენ ადამიანებს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს და ბავშვებს და აგინებდნენ ბატონო არჩევს. ვინ აღიარა? თქვენმა აქტივისტებმა, თქვენმა პარტაქტივმა. და დღეს ბატონმა გენერალ კოორდინატორმა ესეთი რაღაცა გვამცნო. მინდა ყოველს გავახსენო, რომ ბატონმა მამუკა მდინარაძე 4 ოქტომბერზე თქვა, რომ თავად დაგეგმა და ეს პროვოკაციაც თავად მოაწყო. 4 ოქტომბერს ყველა თავისი ნიუანსით იქ ცეცხლის დანთებით იქ ხობის გადაჭრით და ასე შემდეგ. კი, ბატონი მამუკა მდინარაძის სიტყვებია, ბატონი მამუკა მდინარაძის სიტყვებია გადაცემაში იყო იმეც ტელევიზიაში, სადაც თქვა, რომ 4 ოქტომბრის დაგეგმაში თავად იღებდა მონაწილეობას. ხომ გახსოვ, არ გახსოვ? ასეთი კომენტარი. ასევე არსებობს ტელევიზია, სადაც გამოვიდა მამუკა მდინარაძე და სადაც ესეთი ხო, რომ 4 ოქტომბერი არისო, ჩემი დაგეგმილი და სულსო მონაწილეობა აქო ამ დღის მოწყობაშიო. ხო, ადასტურებთ თუ უარყოფთ ამას? მე პირადად პარალელურ სამყაროში რა თქმა უნდა. აი როგორც მაგალითად წეღარო ამოდით რომ ეს უშიდობია ყოფილა. და ესეთი ყველა ესეთი ინდივიდუალური გადაცდომა ბატონო არჩი მოქალაქეთა ძალიან ლეგიტიმური ეჭვით არის თქვენ მიერ მოწყობილი პროვოკაციული ქმედებები. ბატონო არჩი როგორც 4 ოქტომბერს იყო მაგალითად როგორც აღიარა ეს ბატონმა მამუკამ რომ კიო მე ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან ერთად ესო დავგეგმეო და ესო მოვაწყოო. აქედან გამომდინარე აი, როდესაც სიძულვის ძალა უნდა აკონტროლოს ეხლა ადამიანმა, გენერალ კოორდინატორმა, რომელმაც არის ცეცხლის დანთებები, თუნდაც პოლიციაზე თავდასხმების, სწორედ მისი უპასუხისმგებლობის გამო მოხდა, რასაც ნამდვილად გმობდა ვემიჩნევდა. არ შეიძლება პოლიციაზე თავდასხმა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ პოლიცია როგორც ტევე პირველი ამბობს, რომ ბიზინა ივანიშვილი აბასტუმის უნდა იცავდეს მოქალაქეებს, იმიტომ რომ ჩვენ პოლიციას ამისთვის უხდით ფულს, რომ მოქალაქეებს იცავდეს. ეუბნებით რომ ნაციონალური კავშირი გაქვს. ადამიანი გენერალ კოორდინატორი გვეყოლება, რომელმაც უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვით ადამიანების შეურაცხყოფისგან, როგორც თქვენ ამბობთ, რომელმაც მოაწყო 4 ოქტომბრის პროვოკაცია და მას უკან უნდა ედგეთ გუნდი, რომელიც დაეხმარება აი ამ კონტროლში, რომელიც იქნება აი ამ Facebook კომენტარების კონტროლი, მაშინ როდესაც თავად ამ ქვეყანაში ნორმად აქციეთ სიძულვილის ენა, ორად გაყავით მოსახლეობა, მაშინ როდესაც თავად შემოიტანეთ ქართულ რეალობაში ზიზღის ენა დაამკვიდრეთ თავად. და როდესაც თავად იტყვით ვარს ამ ყველაფერზე და საკუთარ თავში შეძლებთ იმის გადატეხვას ბატონო არჩილ რომ დებატებზე მაინც დადოთ პირობა
მოგეხსენება რომ თავად არ გამოიყენებთ სიძულვილის ენას, აი მე რომ შეგიძლია ნორმალური სინდისით აღასრულოთ ის ცენზურა, რომელიც ცენზურის დაწესებასაც აპირებს. მანამდე თქვენ უბრალოდ მოსახლეობაში ყველა პასუხისგებლობა პოლარიზაციას და სიძულვილის ენაზე გეკისრებათ. ისევე როგორც ყველა იმ ცეცხლსა თუ ყველა იმ დაზარალებულ პოლიციელზე მოიწონო არჩი.